დილამშვიდობის მეგობრებო, ყველას მოგესალმებით. დღეს არის 20 ივნისი და დღეს მინდა პატარა მოკლე საინფორმაციო ვიდეო დავდო ჩემი გამოწერებისთვის, ვინც მუდმივად უყურებს ჩვენ ვიდეოებს, ალაიქებს და კომენტარში გვწერენ ამ ბოლო პერიოდში რატო შევამცირეთ ვიდეოების დადება YouTube-ზე. ყველაფერს თავისი ახსნა აქვს და მიზეზი და დღეს მინდა მოგახსენოთ ჩვენი მდგომარეობა. იცით ალბათ, რომ ჩემი YouTube არხი შედგება 3 მუდმივი წევრისაგან. ეს არის თქვენი მონამორჩილი, ანუ მე, ჩემი ძმა ბესო და მამა ჩვენი ბაბუ. რამდენიმე კვირის წინ ბაბუ შეუძლოდ გახდა სისუსტეს გრძნობდა და თავბრუს ხვევას და მოკლედ ვერ იყო კარგად და მივიყვანეთ რუსთავში სამავტყოფოში, დააწვინეს ერთი კვირა გამოკვლევებზე იყო და საბოლოო ჯამში დაუდგინეს საძილე არტერიებში პრობლემა სამედიცინო ენაზე, არ ვიცი რა ქვია მაგას, მაგრამ საძილე არტერიები მარჯვენა და მარცხენა ეგერ კისერთან არის და ტვინში გადასცემს სისხლს და ჰაერს იმ რაოდენობით, რომ ტვინმა იმუშაოს ნორმალურად. მარცხენა შემცირებულია 90%-ით და მარჯვენა საძილე არტერია ბაბუს შემცირებულია 60%-ით. ჭირდება ოპერაცია, ასე გითხრეს რუსთავში და გაგვიშვეს თბილისში, ერთ-ერთ ექიმთან, ცნობილთან. იქაც ჩაუტარეს და დამატებითი, ესე იგი, ტესტები და სინჯები და გამოკვლევები და საბოლოო ჯამში მივედით ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში, სადაც კეთდება საძილე არტერიების გაფართოების ოპერაცია. ეს საკმაოდ ისეთ თანხასთან არის, მრგვალ თანხასთან დაკავშირებული და ეხლა ჩვენ ველოდები დაზღვევას უნდა დააფინანსოს 90% ოპერაციის ღირებულების და დარჩენილ 10%-ს დააფინანსებს უკვე საყოველთაო დაზღვევა. ეს ყველაფერი გაიწერა დაახლოებით 3 კვირა. აქედან გამომდინარე ვერ გავდიოდით ვერსად ექსპედიციებში. იმედია ეს ოპერაცია კარგად ჩაივლის, დასრულდება და მალე შემოგიერთებით. ამიტომ ყველას გისურვებ ჯანმრთელობას, ძალიან დიდი ბოდიში ჩემ გამომწერებს, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ვარ დღესდღეობით. და დღევანდელი ვიდეო 20 წუთიანი ვიდეო გავაკეთეთ, ცოტა ისე რომ გაერთოთ და გახალისდეთ. ეს არის შარშანდელი და შარშანწინდელი ვიდეოებიდან პატარ-პატარა ამონარიდები, საინტერესო მონაკვეთები სგან შევქმნი ვიდეო. ასე რომ მე მგონი მოგეწონებათ, უყურეთ, სანამ ჩვენ ჩავდგებით ფორმაში და კვლავ შემოგიერთებით. აბა ყველას გისურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას. მომავალ შევხედრამდე. ეს არხი გამოიწერეთ, აი ზურაბ ხანთასით ჯეისად რაი. ნამდვილად. ვინც გამოიწერს, იმას ღმერთი შეეწევა ყველას. ოპანა. შეგენასწორა. აჰა, არიცის. არიცის. კითხე თუ გინდა. რა არიცის? ხანთაძეები, იმერლები. რა არიცი, აგაზო ყველაფერი იცი. გადავდივართ მდინარეზე. და მოიცა ზურა, მოიცა. აქო გადავალ მდინარეზე, მაგარი ადგილებია, ხო? ხო და იმიტომ უნდა გადავიდეთ ეს მდინარეში და ნახოთ ის საინტერესო. ხო, მე ახლა დავდგები ისეთ კონკრეტულ ადგილზე, რომ კარგად გადავიდე, ხო? აი მე გაიჭედა, ჩაურთე მეორე ხიდი. ხიდი ჩაურთე, ხიდი. არ უნდა? ო. ვალადეთ. მე ახლა მანდ ვერ გადმოვალ და რა ვქნა. ჩვენ ახლა სადაც ვართ, აქედან ეგრეთ წოდებული გზა მიდის და გადის აი ხეობაში, ეს ხეობა არის ფაქტიურად და რუსეთის საზღვარზე, საქართველოს რუსეთის საზღვარამდე მიდის. ზურა! ნელა დაადგი გაზი, ნელა! რო არ გადაცურდე.
ხო, აიგრე, ხო, კაია. კაია. ვითომ არაფერი, მაგრამ ჩეროგი არის ძმაო. ძალა. ამერიკული მანქანები საერთოდ ძალა. ჩვენ ახლა ჩავდივართ დინარის კალაპოტში. აქედან ვიდის გზა. ეგრეთ წოდებული გზა. სურა მოიცა ერთ წამი. მიდი ეგრე. ცოტა ჩემსკენ აიღე. მე იქეთ რო გადავიდე და რო გითხრა არ ჯობია? მოიცა აბა თუ გადავალ. აი სადამდეც გადავალ. კაია, მოდი. მოიცა? ო, მე მგონი არ გაედები. კაია. მოდი. პირდაპირ აიღე. მიდი ჯერ. მარცხენა მხარეს აიღე. ო, კაი, მოიცა? ოპა. წავიდა. ოპანა. ბალადეც, მაო. ოპა. მე თუ არ ჩამოვარდი აქედან, კაია. ოპანა. ცოტა ნელა წადი, ბიჭო. აი ქვებია რა ერთი სიტყვით გადასავლელი. აი დიდრონი ქვები რო იტყვიან. და ვიდეოში არ ჩახდა. დაახლოებით აი ახლა. გადასვლას რა უნდა. აქ რა დიდი ქვებია. მოიცა აბა ჩავიდეთ, დავათვალიერო ეს. სათხარ. აქეთ აიღე, აქეთ. აი ეს პირდაპირ უნდა ნენელა გახვალ რა. ო, ნენელა. მოიცა? მე დავდგები ახლა. დავაი. კაია, დავაი. რა მაგარი ადგილებია, რა ლამაზი ადგილებია, რა კარგი ადგილებია ზოგადად. მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაგრამ ნაბის თემა აი სულ ალაგებს მაგალითად ეს. აბარა, ეხმარება. რა უნდა უთხრა ახლა იმ ხალხს? ვინც საქმე გამიჩინეს რა, მადლობა უნდა უთხრა, მეტი რა უნდა უთხრა. ვინც აბინძურებს ასეთ ლამაზ ქვეყანას და გარემოს. რა უნდა უთხრა? უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ სადაც დავდივართ, ადგილები შეძლებს დაგვარა ჩემი ნაცვლად სისუფთავეში. იმიტომ რომ მეორეთაც რომ მოგვიდეს აქ მოსვლა, გვესიამოვნოს მოსვლა და არ მოვიდეთ ნაგავში რა. ხო. რა მაგარი ადგილებია და ეს ნაგავი მაგრად აფუჭებს ყველაფერს. რა უნდა ახლა დასკს და ცელოფანს აქ რა უბედურობა რა ჭირს სამყარო. და ეს რა იტყვა დატოვა ეს აქ. რატომ უნდა დატოვა? ეს უნდა ჩათხავრო პირში ვისაც ვის დატოვა იმას. კაროჩე რა. რა უბედურობა რა ჭირს სამყაროს რა ღორობა ასეთი საქონლობა არ გამიგია ასეთ ადგილას. ხოშიანი 60-ია და მონაგავებულია ყველგან. რა ნაგავია, ხალხია ნაგავი და ნაგავია ყველგან იმით. სხვა აბა რა ახსნა არ აქვს, სხვა არაფერი.
დღეს ვიმყოფებით გერმანელების მიერ აშენებულ კიდევ ერთ სოფელში, რომელსაც დღესდღეობით ქვია ასურეთი, მაგრამ მე-19 საუკუნის დასაწყისში, პერიოდში, როდესაც ეხლა მოვედით ჩვენ გერმანელების მიერ აშენებული მარანია, სოფელი ასურეთიდან არის დაახლოებით 7 კილომეტრი. აქ მინდვრებზე ვენახები ჰქონდათ გაშენებული და მარანით შესაბამისად სოფლიდან მოშორებით იყო. აი ეს არის მარანი, გერმანელების აშენებული დაახლოებით 200 წლის წინ, რომელიც ფაქტიურად დანგრეულია. აინტერესებს ერთი ეს კარები თუ აიღება და თუ აი თავარია თავში არაფერი დაგვეცეს. რა მაგარია, ნახე. აი აქედან ყრიდნენ ყურძენს სავარაუდოდ და გამოდიოდა მერე აი წვენი, ყურძნის წვენი. აუ რა გრანდიოზული შენობა იყო ეს. ხელა მარანი იყო, უბრალოდ წარმოიდგინე რა. აქეთაც. ვა, ბესარიო. ბიჭო, რა მაგარი მარანი იყო, წარმოიდგინე. აი იქიდან უკნიდან არის ჩამოსასვლელი. აი ეს ძველი კიბე ხის. ლამაზი რიკულებით. და სასწაული მარანი იყო აქ, სასწაული. ძალიან მაგარია, რამხელა შენ, რა სიმაღლე კედლებია, ხედავ ბესო. აქ რაღაცა დადიოდა, აი რაღაც. ახე როგორ არის რელსების მაგვარი რაღაცა, ეთყობა, გააგორებდნენ, გამოაგორებდნენ, დატვირთავდნენ ყურძნით ან ღვინით და რამდენი სექტია? 1 2 3 აი ნახე, აი ესენი რაც ჩანს, აი ზევიდან არის ყურძნის ჩასაყრელი, ყურძენს ყრიდნენ და აქედან წვენი გამოდიოდა რა, ყურძნის. ეგ არის, პატარა ისინი ვარ. გამოსასვლელი. ხო. ზევიდან შენ არ ნახე, ზევიდან ჩანს რა. ნახე რამდენია, ხედავ. იქ დაშო ჯოფიც არიცაა დატოვებული, ნახე ძველი. ხო. ჩასაკეთე. ბიჭო, არაფერი ჩამოინგრეს და თავში არ დაგვეცეს. არადა ჩამოვარდნაზეა სულ. ეს გერმანელები 200 წლის წინ რომ ამხელა მაგარ რაღაცებს აშენებენ. ანუ მაგარი რა, აი ჭკვიანურად არის და ხარისხიანად არის ეტყობა რა, რომ გერმანულია და აბა. ხო. ეხლა რაღაც იზამენ. ეხლა სასწაულებს აკეთებ. აქეთ რა ხდება? ეხლა მე მაინტერესებს. აქ რა ხდება?
სასწაული. აქ გამოვედით ისევ იქ. კაი, აქ არ შევიდეთ. ბესო, მოდი რა მაგარი ბუხარი უნდა განახო. მაქედან გამოდის მე აქეთ. ეს ახლა არ ვიცი, ეს ვინც შეისყიდა, იმის გაკეთებულია. თუ ძველი გაკეთებულია გერმანელების აი ეს არა ეს ალბათ ახალი აშენებული ბუხარია ეს ახალია ეს გადაიღო რა არა აქ არ შემოსულა ვაზი აქ სად იყო შემოსული და მოუჭრია ვიღაცას აუ ხედავ რა მაგარი საიდან იყო შემოსული ეს ვაზი არა შემოსული კი არ იყო შემოიტანეს ჩამოკიდეს და რაღაცას აკეთებდნენ რა გაფორმებას ვარიანტში რა წერია 1931 წელი ვინი პოდვალ კოლხოზა უსპეხ კომუნისტების ესე იგი სადღაც დიდი მიტარბიდან წაღვერის მიმართულებით მიმავალ გზაზე რუკაზე შეხვდა ჩვენ ძველი ეკლესიის ნაჩვენები რომელსაც ქვია ღვთისმშობლის ეკლესია და დაგვაინტერესა და ამოვედით სანახავად ძალიან საინტერესო ადგილია ეტყობა რომ უძველესი ეკლესია იყო და ამჟამად დანგრეულია და დაშლილია და ეხლა გაჩვენებთ ამ ეკლესიის ნანგრევებს. ცოტა იქეთ მიეძალე. აი ეს არის ძველი ეკლესიის ნანგრევები. ასანთი არა გაგბესოს, სანთელი დავანთოთ. მერტო მშვიდობით გადარე ყველგან და ყოველთვის. დაიბოგ, კი არა და. ჩვენც და ყველა ქართველი და ქრისტიანი და კაი ადამიანი. ინგრე იყოს. სოფელი დიდი მიტარბიდან წაღვერის მიმართულებით მოვდიოდით. რუკაზე ნაჩვენებია ჩანჩქერია, ჩანჩქერთან გვინდოდა მისვლა, მაგრამ გზა დაგხვდა გადაკეტილი. ხო და ფეხით ავალთ ახლა ჩვენ ჩანჩქერამდე და გადავიღებთ ჩანჩქერს. ეს მოდის აქ ეთყობა მჟავე წყალია, გემო მჟავე აქვს, ალბათ მიტარბის წყალი არის, ესეც მიერთებულია მივი, ჩამოდის ზევიდან და მიუყვება სად მიუყვება არ ვიცი. მაგრამ გემო ნამდვილად მიტარბის გემო აქვს. ოღონდ გაზის გარეშე. ხო სამწუხაროდ აქ გზას ვეღარ გავაგზავნებთ, ფეხითაც კი ვეღარ გადავალთ ამ ადგილს. მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ჩვენ ვართ მანისის რაიონში, სოფელ საკირეში. ძალიან ლამაზი ადგილებია, ამინდი არის ცოტა მოღრუბლული. ეს ამდენი წყალი საიდან მოდის? ეს საინტერესოა. ეკლესიის სახურავზე რამხელახია და ეს დაანგრევს მე ამ ეკლესიას, ფესვები ამხის. ბიჭო, ეკლესიიდანაც წყალი გამოდის. ო, ეს
ამოვედით ახლა ჩვენ მეგობრებო სოფელ დრეში, რომელიც მდებარეობს გორიდან 28 კილომეტრში, ზღვის დონიდან არის 1500 მეტრზე და 2019 წელს გორის მუნიციპალიტეტმა ამ სოფელს მიანიჭა ისევ დაუბრუნა სოფლის სტატუსი, ხოლო მანამდე 90-იან წლებში რაც დაცარიელდა, ეს სოფელი იყო, ასე ვთქვათ, მიტოვებულ სოფლად ითვლებოდა. სოფელში ამოვედით დრეში შეხვდა ერთი ქალბატონი ადგილობრივი მოსახლე, რომელიც ზამთარ ზაფხულ აქ ცხოვრობს. აი ამ ძიმე პირობებში, არც შუქი არის, არც წყალი, არც დენია, არც გზა არ უარგა, როგორც ყველა ასეთ მაღალმთიან რეგიონებში არსებულ სოფლებში და ეხლა მინდა გავიარო ამ სოფელში და დაგათვალიერებინოთ როგორი სახლები იყო ადრე, როცა აქ ხალხი ცხოვრობდა. დრეში ადრე იყო, ინტერნეტში წავიკითხე ასეთი ინფორმაცია, ტყავის ქარხანა იყო და ქაშულო ისეთი ქალაქივით იყო, მაგრამ რათა მოაგდეს სიიდანა, საერთოდ ის ზონათ აღარ ითვლება. ხანდისიც, აი იუკნევიც ის, აი ყველა ის არის მთის ზონათა, მაგრამ დრე რატოა მოიგეშვილო ეგ არ ვიცი. აქ ქართველები ცხოვრობდნენ? არა, ოსები. სამივე სოფელში ოსები ცხოვრობდნენ, ხო? დრეში, ციკუნევში. ქართველები ეყაკლი აქ იკადრო. ადრე სკოლაც იყო, შვილო, ამბულატორიაც იყო, რავი, აი როგორც ქალაქი ეგეთი იყო. და ეხლა ვიღავ. გადილომა. ეხლა მარტო თქვენ დარჩით. მარტო მე დავჭით. მე სახელი მოგიმართოთ, ღმერთმა ჯანი მოგცა. მადლობა შვილო. ისე კაი ჰაერზე კი ხართ კაი. აი ზაფხულში მესტუმრე ჩილო და ვიქეიფოთ ყო. მადლობა. დენი ალბათ იყო ეგ დენის ბოძი არის. დარჩენილი ტარიელი. ძალიან ლამაზ ბუნებაშია. ძალიან კარგი ადგილია. ეგერ წინ კიდევ ერთი ძველი სახლია. ესე იგი სოფელ დრეს რაც შეეხება მე-18 საუკუნეში სოფელი დრე საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, მეგობრებო, აქედან შემოდიოდა ატენის ხეობაში შემოსულ მტერს აკავებდნენ. ყოფილა ტყავის გადამამუშავებელი ქარხანა. ადგილობრივმა ქალბატონმა გითხრა, სკოლაც იყო, ბაღიც იყო. საკმაოდ დიდი სოფელი იყო. აქეთაც აუარებელი დასახლებებია. ეხლა რაც გამოვიარე დაახლოებით 15-მდე სახლი შემხვდა ესეთ მდგომარეობაში. ქვის სახლები იყო, ქვისგან აშენებული, რომლებიც ეხლა უკვე ფაქტიურად აღარ არსებობს, მიწასთან არის გასწორებული. აი აქ დავინახე ერთი სახურავიანი სახლი, აბა მივიდეთ. დილამშვიდობის ყველას, დღეს ვიმყოფებით ისევ კახეთში და ამოვედით სოფელ ართანაში, სადაც არის პატარა ეკლესია, რომელსაც ქვია წმინდა გიორგის სახელობის უკარებო ეკლესია. ბაბუ, კარები არა აქვს ხო ამ ეკლესიას? ძალიან საინტერესო ეკლესიაა, აბა. ამ ხელა გარშემო და საიდან კვალის არა დაკეტილი რო იყოს ამოქოლილი არა რაღაც ქვევიდან ხო არ ექნება ასეთ რაღაც შესაძრომი შესასვლელი ამ ხელა ეკლესია და კარები არა აქვს ფაქტიურად ძალიან საინტერესოა აქ არის ხატები სანთლის დასანთები ადგილი ამ ხელა ეკლესია საკმაოდ დიდია წმინდა გიორგის სახელობის წრე შემოვარტყით ეკლესიას და კარები ვერ ნახეთ ამიტომ ქვია ამ ეკლესიას უკარებო ეკლესია საკმაოდ მაღალია და დიდი ეკლესიაა კი ბატონო გავიგე, მაგრამ ეკლესიას რო კარები არ ქონდეს, ეგ რაღაცის ნიშანია, რაღაცას ალბათ ნიშნავს რა. ხო უნდა ნახო ალბათ დაგუგლო. აი იქაც მაგიდა არის?